გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო, ჩემო მეგობრებო. ეხლა ვიმყოფებით შეკვეთილში, სადაც არის ესეთი სილა, როგორც ურეკშია და ამ ბოლოზე ლიანად ქობულეთამდე თითქმის ესეთი სილა არის და ამბობენ რომ მაგნიტურიაო და მინდა გაჩვენოთ თქვენს თუ რას ნიშნავს მაგნიტური სილა. აი ესეთი მაგნიტი გვაქვს და აი ნახეთ რა აკნას დედათო ეგრეთ ნახეთ აი რას ნიშნავს მაგნიტური სილა. აი ეს რაც არის დარჩენილი შეიცავს რკინას. მაგიტო არის მაგნიტზე დარჩენილი. ნახეთ, თუ დააკვირდებით, ზედ არის შავი. ხედავთ როგორ იზიდავს. აი ეს რო გავცრათ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო გახდება ეს რკინა, რასაც მაგნიტი იზიდავს. აი, ნახეთ. აი ამით ვეძახიან მაგნიტურ სილას. რაც სახსრებისთვის და კიდურებისთვის კარგიაო ამბობენ. ნახეთ. ეს მინდა გაჩვენოთ ესევე როგორი მარილიანი არის შავი ზღვის წყალი. ავიღებთ ბოთლით წყალს, ავადუღებთ, დავაშრობთ და ნახავთ რამდენი მარილი დარჩება. ზოგადად არის თუ არა მარილიანი შავი ზღვა. ვიდეოს გაგრძელებაში იქნება მეორე ნაწილად წყლის მარილიანობის შემოწმება. გავაგრძელოთ მეგობრებო. როგორც გითხარით, ამოვიღეთ ზღვიდან წყალი და მოვათავსოთ აი ესეთ პატარა ჭურჭელში. ხეთ? ამოთოთ გასკურა. დავდგათ ჩვენი პატარა ჭურჭელი. ეცდები რომ ცოტა მალე ავადუღოთ. ნახოთ რა დაგვრჩება შიგნით. და რაც დაცვას ამოვიდეთ. პატარა ექსპერიმენტს ვატარებთ. გაინტერესებს რა რაოდენობის მარილს შეიცავს შავი ზღვის წყალი.
აი მეგობრებო. განახებთ რამდენი მარილი დარჩა. ხედავთ? ეხლა ამ ჭურჭელს ცოტას გავაცივებ წყალში გარედან, რომ ხელი არ დავიწვა, ძალიან ცხელია. და შემდეგ გავაგრძელოთ ვიდეო. ნახეთ, გავაგრილეთ ჭურჭელი და რამდენი მარილი არის შიგნით. ეხლა მე ამ კამერას ესე დავაყენებ. დავამაგრებ, რომ თქვენს ნახოთ თუ რა ხდება შიგნით. ერთი წუთით აი ნახეთ რამდენი მარილი დარჩა. ხედავთ? ეს არის სულ ზღვის მარილი. ცოტას გავსინჯავ ახლა. ძალიან მლაშია. აი დაახლოებით 40 გრამი ზღვის წყლიდან მივიღეთ აი ეს მარილი. ხედავთ ხო? და შიგნით კიდე არის. კარგი, სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რისი ჩვენებაც მინდოდა თქვენთვის. ამით უნდა დაგემშვიდობოთ.